ტელევიზიაში დავეკი მითხრა რომ ისაო რაფია გადავეცდო მერიასო მერიას გადავეცდო და მერია რაშუაშია მეთქი და აბა განსახლებას და მე მოაწყო მერია მოვიდა არ გააშუქო ჩემთვის რა ხო არის რატომაც ნერვიულობ სამი სახლი დაინგრა ბოლო ჩვენით გამოვედით, ჩვენ არავის გაუფრთხილები ვართ, რომ გადით და რაღაც მოხდებაო, ჩვენით გამოვედით და აი ეს მოხდა 5 წუთით გამოასრო ხალხმა. ყველაფერი რაც ჰქონდა დაენგრათ. მეორე ტოლვილობაა ახლა ეს ჩვენთვის. ფართებს გვთავაზობენ კაეროზე და ჩვენ არ ვიცი, არავის არ შემოუთავაზებია ამ წუთამდე ესეც. ახლა გვითხრეს რომ თურმე კაეროში არის რაღაცა. არ გვინდა კაერო. ეხლა წავიდეთ მოვიყვანთ სატვირთო მანქანებს ჩაუბარდეთ და ჩავეჭისთვის სატვირთო მანქანებს თვის ავტობუსებს ჩამოსულია ყველა ხვალ გაგაჩნიათ პირდაპირ ეგერ მეორე არის ნაშრომნაობდავია გატანინებთ ყველაფერს იმათ არ უჭერთ ისე რა უნდა გამოვიტანო რა შეეძლება რა შეუძლია გააკეთებთ ისეთ არჩევენ ამ ხალხს იმას არ უთხევთ განავალ გახადონ ეს პროცესი მითხრა როგორ ასახლებენ ამ საიდან ბატონობა საიდან გამოვიტანო დღეში ორ ადამიანზე კიდია მთელი სამინისტრო რა ვეში გამოგაქვს რა ჩაეტნია და იმას მეუბნები საიდან მეთქი არის თქვენი მოთხოვნა ბატონობა მე ვინმე ჩაეტნია რა უნდა გამოვიტანო მოგაღები კომპენსაცია მაშალებს დავიხმარ ალბათ და რა თქმა გადარჩება გამოვიტანო ჩვენ მოგვიდა ინფორმაცია განცხადებით შემოვიდა ქალბატონი და როგორც კი შემოვიდნენ ეგრევე რეაგირება ქონდა და აქაც მოვედი და ცხელხასაც დაუკავშირეთ რომ იყო ასეთი ავარიული მდგომარეობა მე გუში პირადად ავედი აქ მე-6 სართულზე იქით ამ ხარე შიშით ვერ შევედი იმიტომ რომ უკვე იგრძნობოდა ის აშუქება რომ ჩამოგეულოდა ცხელხას სამინისტროს წარმომადგენლებს ველოდებოდით გუშინ არ მოვიდნენ გუში წინ ჩვენ რო ერთი ამბავი ატეხეთ და ცხელხაში კი მოვიდნენ მაგრამ აზომით შამშავი ჩავატარებთო მაგრამ ისევ რეაგირება არანაირი არ ყოფილა ამათ არანაირი შეთავაზება არ ქონიათ არც ის ინფორმაცია ქონიათ რომ ხაც პრეტენზია აქვს მინისტრთან რატომ არ ვიცოდით რომ ეს პრივატიზებას არ იქონდებარებოდა რომ ჩვენ აქედან გადავსულიყავით შეიძლება ეს კედლები გაემაგრებინათ აქამდეც და ეს შენობა ასეთ მდგომარეობამდე არ მისულიყო მაგრამ ალბათ ამ შენობის უკან ვიღაცის ინტერესები დგას კარგი ადგილია პრესტიჟული ადგილია და შეიძლება მართლაც არის ვიღაცის ინტერესი რატომაც არა ინვესტორი ყავს და დევნილებისთვის არ ემეტებათ კარგი ადგილები პრესტიჟული ამდენი წელი აქ ცხოვრობენ უკვე აქ სამსახური აქ სკოლა ყველაფერი აქ